გაგიგიათ თუ არა პროექტი ლურჯის ხივი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შეთქმულების თეორიაა, რომელიც ერთ-ერთმა ფრანგულენოვანმა კანადელმა ჟურნალისტმა და კონსპიროლოგმა სერჟ მონასტმა, ან სერჟ მონასტიმ 1994 წელს შექმნა, რომელიც შემდგომ 1996 წელს გარდაიცვალა. მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ რა არის Project Blue Beam, ანუ პროექტი ლურჯის ხივი. დავიწყოთ სერჟ მონასტით. როგორც გითხარით, სერჟ მონასტი იყო ფრანგულენოვანი კანადელი ჟურნალისტი, რომელიც ხშირად წერდა ახალი მსოფლიო წესრიგის, მასონების, სატანიზმის და გლობალური კონტროლის შესახებ. მან 1994 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით Project Blue Beam NASA, ანუ Le Projet Blue Beam de la NASA. ეს ჩემი ფრანგული, ვისაც გაინტერესებდათ, კარგად გამოვთქვამდეთ თუ არა ფრანგულად სიტყვებს. თეორიის მთავარი წყარო არის სერჟის ინტერვიუ, სადაც ის ამტკიცებდა, რომ NASA-ს და გაეროს აქვთ ერთიანი საერთო საიდუმლო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიების გაქრობას და ერთი საერთო რელიგიის დაფუძნებას ანტიქრისტეს ხელმძღვანელობით. მონასტი გარდაიცვალა 1994 წლის დეკემბერში და გარდაცვალების მიზეზი იყო გულის შეტევა და ეს შეთქმულების თეორეტიკოსებს და შეთქმულების თეორიის მოყვარულებს ძალიან დიდ ეჭვს უჩენს, რომ ეს არ იყო უბრალოდ გულის შეტევა და მონასტი მოკლეს. მონასტის თქმით, ეს საიდუმლო გეგმა იყოფოდა 4 ნაწილად, 4 ეტაპად. პირველი ეტაპი იყო რელიგიური რწმენების დისკრედიტაცია და არქეოლოგიური ფალსიფიკაცია. მონასტი ამბობდა, რომ ხელოვნურად ახალი ტექნოლოგიებით, როგორიც არის მაგალითად ჰარპი, სპეციფიურ ადგილებში, ეგვიპტე, მესოპოტამია, ძველი კულტურის და ძველი სახელმწიფოების ტერიტორიებზე მანიპულაციებს მოახდენდა მიწაზე და შექმნიდა ხელოვნურ მიწისძვრებს, სადაც შემდგომ აღმოაჩენდნენ ყალბ, ანუ რეალობაში ყალბ, მაგრამ ვითომ ნამდვილ ახალ არტეფაქტებს, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ყველა რელიგია, ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი, საერთოდ ყველა რელიგია არის ერთი მითოლოგიის სხვადასხვა თარგმანი, ესე რომ ვთქვათ. და ყველა ღმერთი არის ერთი და იგივე. მიზანი კი მარტივი იყო სკეპტიციზმის გაღვივა ყველა ტრადიციული რელიგიის მიმართ. ის ფიქრობდა, რომ გიგანტური სატელიტური 3D ჰოლოგრამული შოუ იქნებოდა ჩატარებული ცაში. სხვადასხვა რეგიონში გამოჩნდებოდა ერთდროულად სხვადასხვა წამსის ღმერთი, მაგალითად ევროპაში და ამერიკაში გამოჩნდებოდა ქრისტე, ჩინეთში გამოჩნდებოდა ბუდა, არაბეთში გამოჩნდებოდა მუჰამედი, კრიშნა ინდოეთში და ასე შემდეგ. ეს ფიგურები NASA-ს შექმნილი ხელოვნური გამოსახულებები ყველას თავის ენაზე დაელაპარაკებოდა და შემდგომ ნელ-ნელა გაერთიანდებოდა და შეერწყმებოდა, გადაიქცეოდა ერთ ფიგურად, ერთ არსებად, რომელიც იტყოდა, რომ მე ვარ ნამდვილი ის ერთადერთი ღმერთიო. ასევე მონასტი ფიქრობდა, რომ NASA და გაერო გამოიყენებდნენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ტექნოლოგიას, რომელიც არის ELF, ანუ extremely low frequency, ან very low frequency, ან low frequency, ანუ ELF-ი, VLF-ი და LF-ი სამივე არსებობს და განსხვავდება CW-ით სიხშირის, ანუ low frequency, ძალიან დაბალი სიხშირე, extremely low frequency. ანუ ექსტრემალურად დაბალი სიხშირის რადიოტალღების გამოყენებით ფიქრობდა, რომ შეძლებოდნენ ადამიანის ტვინში და ყველას ეგონებოდა, რომ გონებაში მათ ღმერთი ელაპარაკება, იმიტომ რომ საერთოდ არავის ხმა არ ესმის და მის ტვინში ხმა ისმის ვიღაც რო გესაუბრება. მართლა შესაძლებელია ძალიან დაბალი სიხშირე, რომელიც ტვინის სიხშირეს უტოლდება, შეიძლება ისე შემოვიდეს შენ გონებაში ინფორმაცია, რომ შენ საერთოდ ვერ გაიგოს საიდან მოვიდა, რანაირად მოვიდა და გეგონოს, რომ თავში თავისით დაორგანიზდა და შეიქმნა რა, ჩამოყალიბდა და ანუ არ საიდან მოვიდა. და როგორც მონასტი იძახის 1990 წელს უკვე ეს extremely low frequency რადიოტალღების შექმნა ხელოვნურად უკვე შესაძლებელი იყო. და სწორედ ამიტომ ფიქრობდა, რომ მაგას გამოიყენებდნენ იმისთვის, რომ ადამიანების ტვინში აი ეს ხელოვნურად შექმნილი ღმერთი ხალხს მართლა ღმერთი ჰგონებოდა რა. მაგრამ იცოდა, რომ რელიგია და ღმერთისადმი რწმენა ბევრად ძლიერია ვიდრე რამე პროექცია და ჰოლოგრამაცაში. სწორედ ამიტომ ფიქრობდა, რომ NASA-ს და გაეროს ამ საძაგელი გეგმის შესრულებლად ჭირდებოდათ ასევე მტერი, ანუ საერთო მტერი. მაგალითად უცხო პლანეტელები. უცხო პლანეტელები თუ შემოიჭრებიან დედამიწაზე, იქ არ არსებობს მე ქართველი ვარ, შენ ფრანგი ხარ, მე ამერიკელი ვარ, ჩვენ ყველა ვართ დედამიწელები და ფიქრობდა ზუსტად მონასტი, რომ შემოჭრა მოხდებოდა ხელოვნურად რაღაცა ვითომ უცხო პლანეტელებს და თვითონ ხალხი და მოსახლეობა მოითხოვდა მსოფლიოს გაერთიანებას, ერთი ლიდერის არჩევას, რათა მთელ დედამიწას ჩვენ დედამიწელებს მოგვეგო ომი უცხო პლანეტელებს
მომხმარებლებისთვის და ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენ თვითონ მოვითხოვდით, ანუ ჩვენ არა რა თქმა უნდა, იმის წარმოდგენაში ადამიანები თვითონ მოითხოვდნენ სოფლიო ლიდერს. ამ თეორიას რაც ხდის საინტერესოს, ეს არის ყველა ტექნოლოგია, ეხლა რაც ჩამოგითვალეთ, ეს HAARP, რომელთაც მონასტი ფიქრობდა, რომ NASA აპირებდა ხელოვნური მიწისძვრების გამოწვევას ნგრევებს, რათა მერე ვითომ რაღაც არტეფაქტები აღმოეჩინა, მართლა არსებობს. Extremely low frequency ტალღები მართლა არსებობს. ასევე მას აქვს ბაზად ის, რომ არსებობდა MK Ultra. MK Ultra იყო ძველი შეთქმულების თეორია, რომელიც რეალობა აღმოჩნდა, ანუ იყო შეთქმულების თეორია, ხა ეს ხო არის შეთქმულების თეორია და მართლა ეს რომ მოხდეს, დაახლოებით ეგეთი რაღაც მოხდა. MK Ultra იყო CIA-ის პროექტი, რომელიც 1953 წლიდან 1973 წლამდე მიმდინარეობდა. ისინი ადამიანებზე აკეთებდნენ ექსპერიმენტებს და ცდილობდნენ შეემუშავებინათ ფორმულა, რითაც ადამიანებზე სრულ კონტროლს მოიპოვებდნენ, მაგალითად, იმის გამო, რომ შავი საქმე ადამიანს ემოციის გარეშე შეესრულებინა. გაეტეხათ მაგალითად მოღალატე, ტრის ბანაკელს მარტო სიმართლე ელაპარაკა მათთან რაღაცა ნიუთიერების შეშვებით, ტყუილი ვეღარ ეთქვა და მსგავსი მიზნები ჰქონდათ. და ეს არსებობდა ესეთი თეორია, რომ MK Ultra არსებობს, სადაც ადამიანები მიყავთ ექსპერიმენტებს ატარებენ და ცდილობენ ადამიანის ტვინის გამორეცხვას, ესე რომ ვთქვათ. დიდი ხნის განმავლობაში ეს შეთქმულების თეორია ითვლებოდა, მაგრამ მე დამტკიცდა და გასაჯაროვდა, რომ MK Ultra მართლა არსებობს და ზუსტად იმ საძაგლობებს და საშინელებებს აკეთებდნენ, რაზეც შეთქმულების თეორეტიკოსები საუბრობდნენ. მაგრამ MK Ultra ბევრად რეალურია, ვიდრე პროექტი ლურჯის ხივი. მაგრამ ნახოთ რა იცი რა მოხდება. რა თქმა უნდა, ამას რამდენი საფუძველიც აქვს, რამდენი კრიტიკა აქვს, რომ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს NASA-სა და გაეროს საერთო პროექტის შესახებ, ლურჯის ხევი ხო საერთოდ არასად არ იკითხება. ტექნიკურად თითქმის შეუძლებელია, გასაგებია ის HAARP არსებობს და არსებობს extremely low frequency ტალღები, მაგრამ ეს ლაზერ შოუ თუ რაც არის დრონების შოუ, რომ ყველა ქვეყანაში ერთად მესია გამოვიდეს და ელაპარაკონ და მერე გაერთიანდნენ, ძალიან რთულად გასაკეთებელია, ალბათ შეუძლებელიც არის. დღესდღეობით არ ვიცი. ასევე მონასტერში ადეყრდნობოდა საკუთარ შეხედულებებსა და საკუთარ დამოკიდებულებებს და არასანდო წყაროებს, ვიღაცა ტიპი დაწერდა ფორუმზე რაღაცას და იგი მას წყაროდ მიიჩნევდა და ასევე ათეულობით სხვა მიზეზი არსებობს, რატომ არის უფრო შეუძლებელი ეს თეორია თეორემად იქცეს, ვიდრე დარჩეს თეორიად. რატომ გაცოცხლდა ეხლა 1994 წელს შექმნილი თეორია, რატომ არის ეხლა დღეს აქტუალური? პირველი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრონი გამოჩნდა. ეს ზოგი Starlink-ს უკავშირებს, ზოგი ამბობს, აი, ბევრი დრონი ხო გინახავთ იდეები, ბევრი დრონი როცაში დაფრინავს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ მონასტის ეს პროექტი ლურჯის ხივი გაცოცხლებულიყო. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი უცხოპლანეტური და ასეთი მსგავსი ვიდეოები გავრცელდა და თან განცხადებები, რომ უცხოპლანეტელები ნახეს, მოიტაცეს რაღაცა ბალახზე, რაღაცა ლოგო დატოვეს უდიდესი და ასე შემდეგ, ან უცხოპლანეტელები აქტუალური გახდა და ესეც პროექტი ლურჯის ხივის ადვოკატია, ეს მოვლენები და ყველაზე მთავარი მიზეზი, რატომ გახდა ეს პროექტი ლურჯის ხივი პოპულარული, დღევანდელი რეალობაა. დღეს ძალიან ბევრი ომია, ძალიან ბევრი სიკვდილია, ძალიან ბევრი უბედურება, ყველგან რაღაც ფეთქდება, იმას ის ესვრის, ეს ამას ესვრის, ის იმას ემუქრება, ის იმასთან გადადის ალიანსში, ეს ალიანსთან გამოდის და ყველას ეფიქრება, არის თუ არა ახლოს მსოფლიოს აღსასრული. როგორ დასრულდება, როგორ დაასრულებს დედამიწა, დაასრულებს თუ არა საერთოდ. სწორედ ამიტომ დღეს მე ვიდეოში გესაუბრებით, მოგიყვებით რამდენიმე ვარიანტს, რომელიც არსებობს აპოკალიფსის შესახებ. მაგრამ ერთ დეტალს დავამატებ, მე გამოვტოვებ მეცნიერულს, რომ მილიონი წლის მერე მზე თავის ენერგიას ამოწურავს და გავიყინებით და ჩაქრება და რაღაც სხვა გადაგექცევა და წაგვლეკავს. ჩემთვის ეგ ინტერესოა, ჩემთვის უფრო საინტერესოა რელიგიური აპოკალიფსები, სხვადასხვა რელიგიაში, რომელიც არ იცი როდის მოხდება, შეიძლება უკვე დაწყებულია, შეიძლება ჩვენი არც ერთი შვილთა შვილიც კი ვერ მოესწროს, ეს არავინ არ იცის, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ არ იცი. ეხა პროცესში ხარ, შორს ხარ, თუ ბოლოში ხარ უკვე გასული. სწორედ ამიტომ დღეს ბასტო ფანტასტოს არხზე თვითონ ბასტო გესაუბრებათ, როგორი შეიძლება იყოს აღსასრული წინასწარ მეტყველებების მიხედვით და არა მეცნიერულად, იმიტომ რომ მეცნიერულად ცოტა არა YouTube ვიდეო გამოვიდოდა, რომ მილიარდ წელიწადში მზე ჩაქრება, უფრო ჯობია სხვადასხვა რელიგიის წინასწარ მეტყველებებზე ვისაუბროთ. შეიძლება ცოტა დაიზაფროთ, მაგრამ როგორც წინა ვიდეოებში მე სულ ამბობდი, დაზაფრვაც ემოცია და ჩვენ ადამიანები ემოციებზე მონადირენი ვართ, არ აქვს მნიშვნელობა, კარგი იქნება თუ ცუდი, ტრაგედია იქნება თუ ბედნიერება, ყველა ემოცია, მარტო ბედნიერებისთვის რო ვიბრძოდეთ და მარტო ბედნიერება რო გავსებდეს, მარტო კომედიას და სათავგადასავლო ფილმებს ვუყურებდით happy end-ით, მაგრამ ჩვენ ხანდახან ჰორორს ვუყურებთ, ხანდახან დრამას და ხანდახან ტრაგედიას, იმიტომ რომ ეს ემოციებიც გვჭირდება. წავედით. Basto, fantasto, skalmananest too much me. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? როგორც იცით, ამერიკამ და ისრაელმა აიათოლა მოკლეს. მერე იმათმა
რა იათოლა მოკალეთო, აი ხა ნახეთო და მე ტრამპმა იუთი მოკალეთო, აი ნახეთო და სანამ მეორე აიათოლას აირჩევდნენ ისიც ტიპიც მოკლეს. ალბათ გაინტერესებთ ჩემი აზრი, აქ ორად არის გაყოფილი მსოფლიო. ზოგი ტრამპს მადლობას უხდის, უღრმესი მადლობაო, რომ ეს გააკეთეო, ზოგი ამბობს, რომ ტრამპს არ აქვს უფლება ჩაერიოს სხვა ქვეყნის ამბავში. მე რისი დაფიქსირების უფლებაც მაქვს ალბათ რაც ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ ინფორმირებულები არ ვართ რა ქვე ტექსტი და რა ხდება და რანაირად ხდება და ვის რა მიზანი აქვს და აიათოლა რას ემსახურება და ტრამპი რას ემსახურება, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ თუ ირანელები არიან ადამიანები, უმეტესობა ირანელის მადლობას უხდის ტრამპს, ესე იგი ტრამპის რად მეკცა, თუ ირანის უმეტესობა გაბრაზებულია და ტრამპზე არის აყრენილი, ესე იგი ტრამპმა თავზე გადაიჯვა. ამის თქმა შემიძლია მარტო, იმიტომ რომ კომპეტენცია მე სხვა არ გამაჩნია. საერთოდ კომპეტენცია არაფერში მე არ გამაჩნია გარდა საკუთარი თავისა. სწორედ ამიტომ რასაც ვიძახი, როგორც ვიძახი, ყველაფერი არის იმისთვის, რომ საინტერესოდ ვისაუბროთ ერთმანეთთან მე და ჩემმა გამომწერმა. ძალიან მაინტერესებს წინა ვიდეოში იყო ესეთი ფრაზა ვთქვი, რომ ამოვანათე ქართული ამბანი მხედრული და ვიძახი, რომ მე-5 საუკუნეში შექმნილი ამბანი მეთქი, რომელიც ძალიან ლამაზია თქო. ჩვენ ამბანზე ვიძახი ზუსტად აი ახლა რასაც ვიყენებთ, აი ამ ამბანზე. და ძალიან ბევრი კომენტარი იყო, 30 კომენტარი იყო. დამწერლობაზე რატო იძახი, რომ მე-5 საუკუნეში შეიქმნა. სიტყვა დამწერლობა მგონი საერთოდ არ მიხსენები არასდროს, არც ერთ ვიდეოში. 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი თქო მგონი იქ მაქვს ნათქვამი, ერთადერთი სიტყვა დამწერლობაში და ანუ უსმენ შენიშვნას მაძლევ და 4 სიტყვიდან 2-ს არასტურად იმევ, ანუ არასტურად ციტირებ. ნუ მციტირებ ძმაო, არასტურად თუ დაო, თუ დეიდავ, თუ ბაბუა, ვინც ხარ რა. იმიტომ რომ ჩვენი ამბანი მხედრული, აი ეს მე-5 საუკუნეში შეიქმნა. და რა ძველი წელს აღვიდეთ მე-20-ში რომ როგორც მიწერთ. თუ შეამჩნიეთ რომ ვიდეოების დადებას ვაგრძელებ და არ ვჩერდები და კი იცით რისი დამსახურებაც არის რომ არ ვჩერდები, იმიტომ რომ ჩემზე მეტად გაჩერება არავის არ უყვარს ზოგადად, იმიტომ რომ ცოტა ეგეთი როჟა ვარ, უცებ რაღაც მე გავჩერდები. ზუსტად მაგიტომ ჩემი იდეალური პარტნიორი არის საქართველოს ბანკი, რომელიც ყოველთვის მახსენებს რომ არასდროს არ უნდა გავჩერდე. მეგობრებო, სანამ თავარ თემაზე გადავალთ, ერთი ძალიან პრაქტიკული სიახლე მაქვს თქვენთვის American Express-ზე. თუ აქამდე ბარათის ასაღებად ფილიალში მისვლა და რიგში დგომა გეზარებოდათ, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ახლა მობილ ბანკიდან ციფრული ბარათის ასაღება მომენტალურია. არანაირი ლოდინის შეკვეთისთანავე ბარათი მზადაა გამოსაყენებლად. რაც მთავარია გააქტიურებისას პირველი 1 წლის მანძილზე მომსახურებს საკომისიო არის 0 ლარი. ანუ იღებ უფასოდ და სარგებლობ მომენტალურად. და კიდევ ერთი ბონუსი მათთვის, ვინც ქულებს აგროვებთ. 1 MR ქულა აქ უდრის 3+ ქულას, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 მაგის სარგებელია. მოკლედ დაზოგე დრო, აიღე ციფრული ბარათი წამებში და გააგრძელე ვიდეოს ყურება. ასევე Starbucks-ი, უღრმესი მადლობა Starbucks-ის ყავას, რომელიც შეგეძლოთ შეიძინოთ Nicolas და Libres მაღაზიებში, რომელიც მაძლევს ენერგიას და ხალის და ხნეობას იმისთვის, რომ ვიდეოებზე ვიფიქრო, ვიმუშაო, ვიზრნო, გადავიღო, დავამონტაჟო, ავტვირთო და შემდგომ კომენტარები წავიკითხო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აპოკალიფსებზე, მეორედ მოცვლებზე, აღსასრულებზე. მოკლედ გადავწყვიტე, რომ ქრისტიანული აპოკალიფსი განვიხილო, არა, უფრო მოგიყვეთ რა, იმიტომ რომ ალბათ ქრისტიანული ყველამ ვიცით, იმიტომ რომ ის ფილმი რო არის, ყველას ნანახი გვაქვს. ბავშვობაში რამაც პირველად მამარხულა საერთოდ, ანუ ეგ ფილმი რომ ნახე, ისე დამზაფრა, აი კაკრას, ისე დამზაფრა, რომ ეგრევე მარხვა სამშაბათი იყო, მაგრამ 4 შაბათის მარხვაზე ვიყავი. იმდენად შემეშინდა ეს თან ქრისტესთან მიმგვანებული ცოტა ბოროტი ხატები რო ჩნდებოდა ანტიქრისტესი და ხალხი რო ლოცულობდა და აუ ძალიან დამზაფრელი იყო რა. ხო და ბევრი წინასწარმეტყველება არსებობს. ყველას თავისი წინასწარმეტყველება აქვს. რა ქრისტიანებს ჩვენი წინასწარმეტყველება გვაქვს, იუდეველებს, ებრაელებს თავისი წინასწარმეტყველება აქვთ, ბუდისტებს თავისი წინასწარმეტყველება აქვთ, ინდუისტებს თავისი წინასწარმეტყველება აქვთ. ათეისტები ძახიან რომ არანაირი არ იქნება და უბრალოდ სადღაც ძალიან ბევრი წლის მერე მზე ამოწურავს რესურსს და ჩაქრება თუ აფეთქდება თუ რაღაც მოხდება. ეს მეორედ მოცვლები, ეს რელიგიური მეორედ მოცვლები უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ ამის თავარი მისტიკა ისაა, რომ წარმოუდგენელი არ გაქვს როდის მოხდება, იმიტომ რომ ყოველ 100 წელიწადში ალბათ იმ წინასწარმეტყველების მერე ეგონათ რომ მეორე მოსვლა იწყებოდა რა, ზოგს ჰიტლერი ეგონა, ანტიქრისტე, ზოგს სტალინი, ზოგს ლენინი, არ ვიცი, ზოგს პუტინი, ზოგს ტრამპი, ზოგს მისტერ ბისტი, საქართველოს იუთუბერი. ხო და სწორედ ამიტომ ეს ჩემთვის უფრო საინტერესოა. მოკლედ ქრისტიანული სოფლიოს აღსასრულის ვერსია არის ყველაზე პოპულარული ვერსია მთელ სოფლიოში, ანუ ყველაზე ფართოდ გავრცელებული, ასე რომ ვთქვათ, რომელიც იოანეს გამოცხადებას ეყრდნობა. სოფლიო აღსასრული იყოფა 8 ფაზად, ესე რომ ვთქვათ. პირველი ფაზა არის ბოლო ჟამი. ბოლო ჟამი არის ომები, მიწისძვრები, ისეთი ომები და ისეთი კატაკლიზმები, რომელიც
სოფლიოში რა ნახავს, ანუ ძალიან გამანადგურებელი და ბრუტალური ომები, კატაკლიზმები და კატასტროფები, ძალიან ბევრი ცრუ წინასწარმეტყველი, ძალიან ბევრი ცრუ მორწმუნე, რომელსაც ვითომ ღმერთთან კავშირი აქვს, ძალიან ბევრი ესე რომ ვთქვათ რა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, აი ამ პერიოდში ხდება ადამიანებისგან სიყვარულის ფუნქციის გამორთმევა, ანუ ადამიანებში სიყვარულის ნაკლებობის გამოწვევა რა, რომ ადამიანებში გაქრეს სიყვარულის უნარი. ან შემცირდეს ელემენტარული. ეს არის პირველი ეტაპი, პირველი ფაზა მეორედ მოსვლის. მეორე ფაზა არის, რა თქმა უნდა, ანტიქრისტე. ანტიქრისტეს მოსვლა ხდება, იმიტომ რომ მიწისძვრები, ომები, კატაკლიზმები, კატასტროფები, ცრუ წინასწარმეტყველები ამ ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს ერთი ძალიან ქარიზმატული, ნიჭიერი, ლამაზი, კარგი კომუნიკაციის მქონე პიროვნება, რომელიც თავს ღმერთად გამოაცხადებს. ჩაიდენს ცრუ სასწაულებს, ანუ სასწაულებს, მაგრამ იქნება ტექნოლოგიურად შექმნილი სასწაულები და არა რეალური სასწაულები. ანუ აი ზუსტად აი Blue Beam-ის რა, ლურჯის სხივის, დრონების შოუები და ასე შემდეგ. თავიდან იქნება ყველაფერი კარგად, დაასტაბილურებს გარემოს, შექმნის სოფლიო მშვიდობას, შემდგომ ცოტა შეიცვლება, ცოტა გაბოროტდება, ყველას დაასვავს თავის ნიშანს, შუბლზე ან მარჯვენა ხელზე, რაც იქნება ზოგადად ფულის და რამე გადახდა, გადარიცხვა, ყიდვა რამის, ვაჭრობაში ჩართვა თუ მოგინდება, ან ზოგადად რამის გაკეთება მოგინდება, რასაც დღეს აკეთებ, მაგ მხეცის ნიშნის, ანუ 666-ის გარეშე ვერ შეძლებ რა, ანუ საბოლოო ჯამში, ვინც მას არ დაემონება და მუხს არ მოიდრექს ამ ანტიქრისტეს წინაშე, გამოეცლება ყველანაირი პრიორიტეტი, რასაც თანამედროვე სამყარო გვთავაზობს, იქნება ეს ელექტროენერგია, ინტერნეტი, არ ვიცი, ყველაფერი ალბათ. გაისმება 7 საყვირი ერთმანეთის მიყოლებით. პირველი საყვირი იქნება, როდესაც დაიწყება ხანძრები და დედამიწის 1/3 ცეცხლში იქნება. მეორე საყვირი იქნება, როდესაც წყლის 1/3 სისხლად იქცევა. მესამე არის, რომ რაღაცა ვარსკვლავი ვარდება და წყალი იწამლება, ანუ სასმელი წყალი ქრება. მეოთხე საყვირი არის მზის დაბნელება. მეხუთე საყვირი არის კალიების შემოსევა, ოფსკულიდან რაღაცა გამოქვაბულიდან ძალიან ბევრი კალია გამოფრინდება და ადამიანებს თავს დაესხმება. მეექვსე საყვირი არის ომი, როგორც ვიცი, ანუ ყველაზე დიდი ომი, ყველა ჯარი ერთად მოიყრის თავს, ციდან ჩამოვა ქრისტე, თეთრ ცხენზე და ცეცხლის מחვილით და 1000 წლით დააკავებს სატანას, ესე რომ ვთქვათ, მე 1000 წელი მშვიდობა არის, 1000 წლის მერე დაიხსნის სატანა ისევ თავს, კიდევ ერთი საბოლოო ომი იქნება, მაგომსაც წააგებს და საბოლოოდ განადგურდება. ესეთია ქრისტიანული მეორედ მოსვლა. ძალიან მოკლედ გითხარით ეხლა, იმიტომ რომ ალბათ ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ამის მერე მოდის ძალიან საინტერესო არმაგედონის ვერსია. ებრაული ოლამ ჰაბა. პირველი რაც უნდა იცოდეთ, ეს არის, რომ ებრაულ ტრადიციაში სამყაროს დასასრული არ არის სასჯელი. ეს არის, რომ გამოსწორება სრულყოფა. ადამიანის სულის, ესე რომ ვთქვათ. სამყარო არ ინგრევა, სამყარო უბრალოდ აგრძელებს ცხოვრებას ისე როგორც დაიწყო, ანუ კარგდება ყველაფერი. პირველი ეტაპი არის გოგი და მაგოგის ომი. ანუ ისრაელის ჩრდილოეთიდან მოვა ვიღაც გოგი, რომელიც იქნება ძალიან ძლიერი და დაუწყებს ისრაელს ომს. ძალიან საინტერესო ვიდეოს თარგმანი, რომელიც All Israel News-მა დადო 2024 წლის 7 თებერვალს, გოგზე და მაგოგზე. ებრაელი წინასწარმეტყველი ეზეკიელე გვეუბნება, რომ გოგი არის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც შეიმუშავებს ბოროტ გეგმას ისრაელზე თავდასხმისთვის ისტორიის ბოლო დღეებში. როგორც ჩანს, გოგი არის წოდება, როგორიცაა ფარაონი ან მეფე. ეზეკიელე გვეუბნება, რომ გოგი მართავს ტერიტორიას, რომელიც ცნობილია როგორც მაგოგი და რომელიც მოიცავს ადგილებს სახელად დროშს, მეშექსა და თუბალს. ახლა იმის გასარკვევად თუ სად არის ეს ადგილები, როა გავხდეთ დაზვერვის კარგი ანალიტიკოსები, ან თუ სხვა ანალოგია გირჩევნიათ, როა გავხდეთ კარგი ისტორიული დეტექტივები. ამ მიზნით მოდი ჯერ ბიბლიაში, ბიბლიის დანარჩენ ნაწილში მოვძებნოთ, რათა ვნახოთ გამოიყენება თუ არა ეს სიტყვები სადმე სხვაგან. საბოლოო ჯამში ბიბლიის ინტერპრეტაციის საუკეთესო გზა თავად ბიბლიაა. ყურადღებით დააკვირდით დაბადების მეათე თავის პირველ და მეორე მუხლებს. ეს არის ნოეს ძეების, სემის, ქამის და იაფეთის შთამომავლობის ჩანაწერი და შეეძინათ მათ ვაჟები წარღვნის შემდეგ. იაფეთის ძეები იყვნენ გომერი და ვინ? მაგოგი, პინგ და მადაი და იავანი და თუბალი, პინგ და ისევ მეშექი, პინგ
ამ პინგებს კარტის ტულობას ძენს ალბათ და მაგეთვეძე. როგორც ეპიცენტრში დავწერე, წინასწარმეტყველების ყველა მკვლევარი არ თანხმდება, მაგრამ მრავალი გამოჩენილი მკვლევარი თვლის, რომ მაგოგი არ მხოლოდ რუსეთია, არამედ მეშექი მიუთითებს მოსკოვზე, ხოლო თუბალი მიუთითებს რუსულ ქალაქ ტობოლსკზე, რომელიც მდებარეობს ციმბირში, მდინარე ტობოლზე. ეზეკიელის 38 თავის მე-6 მუხლში უფალი ეუბნება გოგს, რომ იგი თავის სამხედრო კოალიციას ისრაელის წინააღმდეგ საიდან მოიყვანს? ჩრდილოეთის შორეული ნაწილებიდან. შეხედეთ 39 თავის პირველ და მეორე მუხლებს და შენ, ძეო კაცისა, იწინასწარმეტყველი გოგის წინააღმდეგ და თქვი: ასე ამბობს უფალი ღმერთი. აჰა, მე შენს წინააღმდეგ ვარ, ო გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის მთავარო. შემოგაბრუნებ, წამოგიყვან, სად? ჩრდილოეთის ყველაზე შორეული ნაწილებიდან და მოგიყვან ისრაელის მთების წინააღმდეგ. ახლა მოდით და შევხედოთ რუკას, დავიწყოთ ისრაელიდან და ჩვენი დედაქალაქიდან, პირდაპირ აქედან, იერუსალიმიდან და წავიდეთ პირდაპირ ჩრდილოეთით, რაც შეიძლება შორს, სად აღმოჩნდებით? რუსეთში და მის დედაქალაქ მოსკოვში. საინტერესოა რა? შემდეგი ქვეყანა ჩვენ სიაში არის სპარსეთი. რატომ სპარსეთი? რადგან 1935 წლამდე სპარსეთი იყო იმ ქვეყნის ოფიციალური და იურიდიული სახელი, რომელსაც დღეს ირანის ისლამურ რესპუბლიკას უწოდებთ. სპარსეთი არის ირანი, მაგრამ ერთი წუთით შეჩერდით და დაფიქრდით ამაზე. მე ვგულისხმობ, რომ ჯერ კიდევ ბიბლიურ დროში ეზეკიელმა შეძლო დროის დერეფნებში ჩახედვა და რუსეთსა და ირანის შორის სამხედრო ალიანსის წარმოშობის დანახვა. ეს არის ალიანსი, რომელსაც აბსოლუტურად არავითარი აზრი არ ჰქონდა გასული 2500 წლის უმეტეს ნაწილის განმავლობაში. რატომ? იმიტომ რომ ის არ არსებობდა. მაგრამ ახლა ის არსებობს. შემდეგი ქვეყანა ჩვენ სიაში ბევრ ინგლისურ ბიბლიაში თარგმნილია როგორც ეთიოპია, მაგრამ აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა არის ქუში. კიდევ ერთი სახელი, რომელიც გვხვდება დაბადების მე-10 თავში. იოსებ ფლავიუსმა ქუშელების წარმომავლობა ეთიოპიის სამეფოს დაუკავშირა, მაგრამ ძველი ეთიოპია გაცილებით მეტ ტერიტორიას მოიცავდა ვიდრე ახლა. დღეს ძველი ქუშის ყველაზე დიდი ნაწილი არის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ როგორც სუდანი, რომელიც დღეს მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან და ირანთან. ასე რომ მოდით ეგეთ შევიწეროთ. ქუში ნამდვილად სუდანია, მაგრამ მოდით ვიყოთ სამართლიანები. ის შეიძლება ასევე მოიცავდეს თანამედროვე ეთიოპიას და შესაძლოა ერიტრეასაც კი. შემდეგი ქვეყანა ჩვენ სიაში არის ფუტი. ახლა სად დავდოთ ფუტი? ანუ where do we put? კარგი პოზიცია მას ვერ გავძლევ, ნუ ხომრობის თქმა ძალიან უნდა. იოსებ ფლავიუსი წერდა, რომ ფუტი იყო ძველი ლიბიის დამფუძნებელი. ეს დიდი მინიშნება, მაგრამ ისევ უნდა გვახსოვდეს, რომ ძველი ლიბია გაცილებით მეტ ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე თანამედროვე ლიბია მოიცავს დღეს. ასე რომ ამას მაინც გავითვალისწინებდი, რომ ფუტი არის ლიბია, მაგრამ ის ასევე შეიძლება მოიცავდეს ალჟირს და შესაძლოა ტუნისსაც. შემდეგ ქვეყანას ჩვენ სიაში ჰქვია გომერი. დაბადების მე-10 თავიდან ვიცით, რომ გომერი მაგოგის, მეშექისა და თუბალის მსგავსად იყო იაფეთის ძე, რაც გომერელებს, გომერის ხალხს და ყველა დანარჩენს აქცევს ერთ დიდ ძალადობრივ კლანად. იოსებ ფლავიუსი წერდა, ციტატა: გომერმა დააარსა ისინი, ვისაც ბერძნები ახლა გალატელებს უწოდებენ, მაგრამ მაშინ გომერელები ერქვათ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გვეუბნება, რომ თუ გომერი არის გალატია და გალატია მდებარეობს თურქეთში, მაშინ გამოდის, რომ ეს თურქეთია და სწორედ ამიტომ ბიბლიის ის მკვლევარები, რომლებსაც ყველაზე მეტად ვენდობი, თვლიან, რომ გომერი არის თანამედროვე თურქეთი. ბოლო ქვეყანა ჩვენ სიაში არის თოგარმა. ბიბლიის მკვლევარები ზოგადად თვლიან, რომ თოგარმა ეხება თურქეთის, სომხეთის ხალხებს და თურქულენოვან ხალხებს, რომლებიც დროთა განმავლობაში გავრცელდნენ ცენტრალურ აზიაში. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქმენეთი და შესაძლოა სხვაგანაც. ახლა რას გვაძლევს ეს ყველაფერი? ჩვენ გავიგეთ, რომ კოალიციას, რომელიც ბოლო დღეებში თავს დაესხმება ისრაელს, უხელმძღვანელებს ბოროტი დიქტატორი რუსეთიდან, რომლის მთავარი მოკავშირეც იქნება ირანი და რომ მას ასევე ეყოლება სხვა მოკავშირეები, მათ შორის სუდანის, ლიბიისა და თურქეთის არმიები და შესაძლოა სხვებიც. ახლა მინდა შევაჯამო ორი პუნქტით.
პირველი ის, რაც ბიბლიურ წინასწარმეტყველებას ასე მომხიბლელს და ასე მნიშვნელოვანს ხდის, არის ის, რომ ეს არის მონაცემების გადაჭერა, ესე რომ ვთქვათ. სამყაროს ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი, ყოვლის შემძლე ღმერთის გონებიდან და შესაბამისად ისინი წარმოადგენენ უაღრესად ღირებულ სადაზვერვო წყაროს მომავლის შესახებ. ახლა ჩვენ შეგვიძლია მათ იგნორირება თუ გვინდა, მაგრამ ამას თუ გავაკეთებთ, ჩვენთვისვე იქნება საფრთხის შემცველი. და მეორე, წმინდა წერილის ეს მონაკვეთები ღმერთს არ მოუწია ჩვენს შესაშინებლად. იმისთვის, რომ ვიცხოვროთ უფრო ინფორმირებულად, თამამად და იესო ქრისტეს ერთგულებით ამ ბოლო დღეებში, მის დაბრუნებამდე. და ეს, ჩემო მეგობრებო, არის ბიბლიური წინასწარმეტყველების მიზანი და ძალა. დაიწყება აქაც მიწისძვრები, კატასტროფები, ისინი ესენი, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩამოვა მესია და პირდაპირ ჩაერევა ომში. და ისრაელს დაეხმარება, რომ გოგი დაამარცხონ. ეს მესია იქნება მოშახი. აქ მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ეს მესია არ იქნება ღმერთი, ეს ჩვეულებრივი ადამიანი იქნება, რომელიც დავითის ხაზის წარმომადგენელი იქნება, ანუ შთამომავალი იქნება პირდაპირ. ის შეკრებს ყველა ებრაელს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ამყარებს მშვიდობას, ააშენებს სოლომონის მესამე ტაძარს, რომელიც ჯერ ბაბილონმა დაანგრია, შემდგომ რომმა დაანგრია და მესამე ტაძარი წინასწარმეტყველების მიხედვით მარადიულად იდგება. მესამე ეტაპი არის მკვდრეთით აღდგომა, ანუ ყველა ადამიანი, ვისაც ოდესმე უცხოვრია, მკვდრეთით აღდგება, ანუ სხეული და სული თავიდან გაერთიანდება და გააგრძელებს ცხოვრებას. მეოთხე ეტაპი აქაც სასამართლოა, როგორც ჩვენთან იქნება სასამართლო, უბრალოდ აქ არის ორის მაგალითად სამი ვარიანტი, ანუ ვისაც არ ეშველება გაქრება, ვისაც შანსი აქვს 12 თვიანი გამოსაცდელი ვადა იქნება. და ვინც კარგი არის ის დარჩება რა ესე რომ ვთქვათ ანუ 64 ჯოჯოხეთ და შუალედური რო აიღო რა ის შუალედური ადამიანი ვისაც შანსი აქვს და გამოსწორების საშუალება მიეცემა თავისი ცუდი ქცევების ოღონდ ებრაულ სამყაროში არ არსებობს ეს მარადიული ჯოჯოხეთი რა ან გაქრება ან დრო ექნება რომ გამოსწორდეს ან ყველაფერი კარგად აქვს ისედაც რა და ბოლო ეტაპი არის როგორც ჩვენთან დედამიწა არის სრულ ჰარმონიაში არც ომები არც დაავადებები არც სიკვდილი არც უბედურება არაფერი არ არის ყველა კარგად არის ყველა ბედნიერია და ყველა სუხარია ყველაფერი ყველა აღიარებს იმ ერთ ღმერთს ნამდვილს და ყველაფერი კარგად არის აი ესეთი არის მოკლედ ებრაული არმაგედონი ძალიან გავს ჩვენსაც გავს კი არა იგივე არის ანუ ერთ და იგივე რეალობას ყვება უბრალოდ ქრისტიანები იძახიან რომ ეს მოშახი ვინც მოვა ეგ იქნება ანტიქრისტე ანუ ორივე ერთი და იგივე სიძახის რა. ებრაელები იძახიან, რომ ეს ტიპი, ეს მოშახი იქნება ადამიანი, დავითის შთამომავალი ადამიანი. ქრისტიანებიც იძახიან, რომ ეს იქნება ადამიანი. ებრაელები იძახიან, რომ ეს მოშახი დანერგავს სოფლიო მშვიდობას. ქრისტიანებიც იძახიან, რომ ეს დანერგავს სოფლიო მშვიდობას. უბრალოდ აქ რჩება ებრაელების წინასწარმეტყველება და იწყება ქრისტიანებში, რომ მე ეს მოშახი დაიწყებს დევნას სხვა რელიგიის წარმომადგენლების ნიშანს შექმნის საკუთარს, რომელსაც ვინც არ გაყვება, გაირიყება. ანუ ერთ და იგივე წინასწარმეტყველება, უბრალოდ ქრისტიანული მთავრდება, რომ ეს მოშახი საბოლოო ჯამში ეშმაკი აღმოჩნდება და შემდგომ ნამდვილი ქრისტე მოვა და მას გააგდებს, ესე რომ ვთქვათ, და ებრაელებში რჩება, არავინ აღარ მოდის, არც ქრისტე მოდის, არაფერი, ეს მოშახი მოდის, სოფლიო მშვიდობას ამყარებს და всё. ეს განსხვავება არის. ახლა გადავიდეთ ისლამურ ყიამათზე. ისლამური არმაგედონის მიხედვით, ისლამური მეორედ მოსვლა ასეთია, გამოჩნდება ცრუ მესია, როგორც წინა ორ ვერსიაში. ოღონდ აქ დეტალურად არის, რომ ცალი თვალით ბრმა იქნება ის მესია და ყველას მოატყუებს საერთოდ, აი ყველას, დაჯალი. შემდგომ ქრისტე ჩამოვა და მოკლავს დაჯალს. შემდგომ იქნება იაჯუჯი და მაჯუჯი. ესენი არიან არსებები, რომლებიც გამოკეტილები არიან კედლებში და გამოანგრევენ და აი ძალიან ძლევამოსილი არსებები არიან, რომელიც ადამიანებს ომს გამოუცხადებენ და მოერევიან. ანუ საერთოდ ყველაფერს ააოხრებენ, ეს იაჯუჯი და მაჯუჯი, მაგრამ საბოლოო ჯამში ღმერთი რაღაც დაავადებას მოვლენს და გააქრობს ამ იაჯუჯებს და მაჯუჯებს. შემდგომ მოვა ახლოს დედამიწასთან, შემდგომ არის სიკვდილი. ანგელოზი ისრაფილი მოკლავს საერთოდ ყველა არსებას დედამიწაზე, ანუ ადამიანებსაც და საერთოდ ყველა ცოცხალ არსება განადგურდება და ისადგურებს აბსოლუტური სიჩუმე. 40 წელი გაგრძელდება ეს აბსოლუტური სიჩუმე. შემდგომ ისრაფილი აღადგენს მკვდრეთით ყველას საერთოდ ყველას, ვისაც უცხოვრია, უცოცხლია და ასე შემდეგ. ასევე როგორც მოვიძე იქნება პატარა ხიდი, ძალიან წვრილი ხიდი, თმაზე უფრო წვრილი ხიდი, სადაც სწორი ადამიანები ელვასავით ესე ჩქარა გადარბიან, ხოლო ცოდვილები წონასწორობას ვერ იკავებენ და ცვივდებიან ქვემოთ ჯოჯოხეთში. და ბოლო არის ჯენათი, სადაც როგორც ჩვენს წინა ორ ვერსიაში მთავრდება, ასევე მთავრდება აქაც happy end-ით
ბოლოს ყველა სწორი ადამიანი ერთად ცხოვრობს, იავარდებით მოფენილ იდეალურ სამყაროში, ესე რომ ვთქვათ. ესე სრულდება ისლამური არმაგედონი. მოდი გადავიდეთ ნორდიკულზე, ანუ ვიკინგები როგორ ფიქრობდნენ, როგორ იქნებოდა არმაგედონი. ძველ სკანდინავიელებს თუ დაუჯერებთ, მათ არმაგედონს რაგნაროკი ქვია და ეს არის ყველაზე ბრუტალური და ისეთი რაღაცნაირი აპოკალიფსი, სადაც ადამიანები კი არა მარტო ღმერთებიც იკვდებიან. პირველი ეტაპი რაგნაროკის არის 3 წლიანი ზამთარი, ანუ 3 წლის განმავლობაში მზე არ იქნება, სულ მოღრუბლული იქნება, სულ თოვლი იქნება და 3 წლიანი узაფხულო ზამთარი გველოდება ჩვენ თუ დაუჯერებთ, რა თქმა უნდა. შემდეგი ეტაპი არის შებოჭილი და დაკავებული ბოროტების გათავისუფლება, ესე რომ ვთქვათ, ფენრირი, ვინც იცით არის მგელი, რომელიც გათავისუფლდება, ასევე გველი, რომელიც იმხელა რომ მთელ დედამიწას გარს ერტყმის, ასევე ლოკი, მოღალატე და ყველა გათავისუფლდება საერთოდ ერთდროულად. მარტივად რომ ვთქვათ, იწყება ომი, ეს ომი ძალიან დიდი ომია, ზღვაში იძირება მთელი დედამიწა, შემდგომ გადის რაღაცა დრო და ზღვიდან ამოდის ახალი დედამიწა და იწყება ახალი ციკლი, ესე რომ ვთქვათ რა. ესეთი არის ნორდიკული არმაგედონი. მოდი ახლა ინდუისტური ვერსია განვიხილოთ. ინდუისტური ვერსია არის ყველაზე ისეთი კოსმიური და სპირიტუალური, ზოგადად როგორი იდეოლოგიაც არის დაახლოებით მსგავსი არმაგედონიც აქვს. ინდუიზმში არის დრო ციკლური რა. ანუ 4 ციკლი არსებობს, რომელსაც იუგა ქვია, 4 იუგა. პირველი არის კრიტა იუგა, რომელიც არის ოქროს ხანა, მერე არის ვერცხლის ხანა, რომელსაც ქვია ტრეტა იუგა. მერე მოდის სპილენძის ხანა, ომების ხანა, რომელიც არის დვაპარა იუგა, რა უცნაურია, დვაპარა იუგა. და ბოლოს არის კალი იუგა, რომელიც არის რკინის ხანა და რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ანუ დღეს, ანუ ძველი წელთაღრიცხვიდან 3000 წლიდან დღემდე არის კალი იუგა. კალი იუგა ესე აიხსნება, რომ მაგალითად ბავშვები, შვილები, მშობლებს აღარ ემორჩილებიან, ადამიანები მარტივად ტყუდებიან, ღმერთები ტაძრებს ტოვებენ და ასე შემდეგ. ეხლა უყურეთ რა საინტერესოა. წინასწარმეტყველების მიხედვით კალი იუგას ბოლოს, ანუ რკინის ხანის ბოლოს გამოჩნდება კალკი თეთრ ცხენზე ამხედრებული და ცეცხლოვანი מחვილით, რომელიც ბოროტებას განადგურებს და კალი იუგას დაასრულებს. და ბოლო არის ბუდიზმი, ყველაზე მშვიდი ვერსია. ბუდისტებს თუ დაუჯერებთ, ადამიანები ადრე ცოცხლობენ 80000 წლის განმავლობაში ცოცხლობდნენ. რამდენი წლის ხაროთ გეტყოდან, შეიძლება ითქვათ 70 და 246-ო და ცოცხალი ყოფილიყო. დღეს 80 წლამდე არის შემცირებული და ბუდისტური სწავლების მიხედვით 10 წლამდე ანუ 10 წელი იქნება სათითოცხლო ციკლი ადამიანის. შემდგომ ისევ გაიზრდება და წავა 80000-ისკენ. როდესაც დავბრუნდებით კაცობრიობა იმ ეტაპზე, რომ ისევ 80000 წელი ვცოცხლობთ, გამოჩნდება მაიტრეია, რომელიც არის სიყვარულის ბუდა და მოიტანს ახალ სწავლებას, რომელიც გამოაფხიზლებს სამყაროს, ესე რომ ვთქვათ. შემდგომ არის ნირვანა, რომელიც არის ნამდვილი დასასრული. ნირვანა არის თავის დაღწევა, დროის მარყუჩიდან თავის დაღწევა, რომელიც ციკლია, ესე რომ ვთქვათ, ან დროიდან გარეთ გასვლა. ან თითქოს მეოთხე განზომილებაში გასვლა. საით თითქოს სამყაროს შეერწყმები. ანუ არ იქნები ცალკეული ტიპი, იქნები ნაწილი ერთიანი სამყაროსი, რომელსაც არ გააჩნია არც დასაწყისი და არც დასასრული. ადამიანი გათავისუფლდება ადამიანური ჯაჭვებისგან, ადამიანური ციხიდან გამოვა და შეერწყმება სამყაროს რა. ასეთი არის ბუდისტური არმაგედონი. არმაგედონი ცოტა ისეთ სიტყვა ხა, ამათ რომ მომსმინო, არმაგედონი არ გამოდის. ანუ უბრალოდ რაღაცა, ანუ არმაგედონი მაინც მეორედ მოსვლა აპოკალიფს. ჩემთვის მაინც ყველაზე საინტერესო არის, მოდი ვიკინგებს, ინდუისტებს და ბუდას მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიმდევარი ყავს და პატივსცემს საერთოდ ყველას, მაინც ვიფიქრობ, რომ ნაკლებად ვისაუბრებ, ნაკლებად დავფიქრდებოდი, მაგრამ ძალიან საინტერესო არის თუ გააერთიანებ ისლამს, ქრისტიანობას და იუდაისტურ, ებრაულ იდეოლოგიას თუ გააერთიანებ, ძალიან გავს ერთმანეთს რა. ძალიან გავს ერთმანეთს. ანუ განსხვავება რა არის რა, რომ ებრაელებიც იგივეს ფიქრობენ და ქრისტიანებიც იგივეს ფიქრობენ, ორივე ერთნაირად ფიქრობს, რომ ვიღაც ტიპი, რომელიც ღმერთი არ იქნება, დაასრულებს ომებს. ანუ ჩამოაყალიბებს და ამყარებს მსოფლიო მშვიდობას, ყველაფერი კარგად იქნება, კიბოს წამალს მოიტანს, განკურნავს შიც, ანუ ყველაფერს რაც კი ჩვენ ზოგადად არ გვევასება ადამიანებს და განვითარებას, პროგრესს ხელს უშლის და გამრავლებას ხელს უშლის, არის კიბო, ომი, არ ვიცი შიც, რაც ეგენია რა, ეგენი რო არ იყოს, მეცნიერები იარაღზე ფიქრის ატომის გახლეჩვის დროს იარაღზე ფიქრის მაგივრად იფიქრებდნენ სხვა რაღაცებზე.
ხო და მგონია რომ ყველაზე დიდი რესურსი, მეცნიერული რესურსი მიდის იარაღის შექმნაზე რა და თავდაცვის იარაღისგან თავდაცვის შექმნაზე და არა იმაზე რომ მეტი ადამიანი გადაურჩეს რაღაცა დაავადებას. ალბათ ეგრე ვფიქრობ მე, შეიძლება ვცდები, მაგრამ ეგრე ვფიქრობ. ეხლა კი შეიძლება ვიღაცა მოვიდეს და მითხრას რომ იმდენი მეცნიერია რომ ზოგადად იარაღზეც ფიქრობენ და იმაზეც ფიქრობენო, მაგრამ მე მგონია რომ ვიღაცა ძალიან ტოპ 1 მეცნიერი რო გაიჩნდოს, აუცილებლად ამერიკა წაიყვანს და გააკეთებინებს რაღაც ბომბს. იარაღზე ამუშავებს და არა რამე სხვაზე რა. ანუ ეგეთი შთაბეჭდილება მაქვს მე დღეს პოლიტიკაზე. არ არის ჩემი ბრალი დამერწმუნეთ იმის ბრალია რაც ხდება. ალბათ თქვენც ეგეთი შეხედულება გაქვთ რა. ხო და ერთ-ერთი განსხვავება ისაა რომ ეს მოშახი ან ანტიქრისტე რომელიც გინდათ დაუძახეთ თქვენზეა დამოკიდებული რომელი იდეოლოგიას მიყვებით. განსხვავება ის არის რომ სოფლიო მშვიდობას უეჭველი დაამყარებს, სოფლიო ომი უეჭველი იქნება, სოფლიო არეულობა უეჭველი იქნება, სოფლიო მშვიდობაც უეჭველი მოყვება. უბრალოდ განსხვავება ის იქნება რომ სოფლიო მშვიდობას მოყვება თუ არა არეულობა და დევნა და მოკლა. აი ეგ არის ალბათ განსხვავება რა. ანუ ეგ არის მარტო განსხვავება. და სხვათა შორის წინა ვიდეოში რა ვთქვი რომ ის ჩვენი ევანი ამერიკელი რომელიც რაღაცა მიზეზით გამო ჩამოვიდა თქო საქართველოში თქო რომ ამბობდი აი ძალიან საინტერესო რაღაცას ვიტყვი. რაღაცა მიზეზის გამო ჩამოვიდა საქართველოში თქო და კითხვა რომ იქ კრაფტინგი გამოგდით, მაკაცობა იცით, ის ლამაზია, ის თა რაღაცა, მაგრამ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო მიზეზს იძახის რა, რომ ეს ადამიანი იძახის რომ კაროჩეო დარწმუნებული ვარ რომ მეო ძალიან დიდი დრო დაუთმეო შესწავლასო ყველაფრისო, ზოგადად ყველანაირი რელიგიის, ბიბლიის იქნება თუ ასე შემდეგ და მე პინგი აქვს გაკეთებული მეორედ მოსვლის და საქართველოსზე აქვს დროშა დასმული, რომ საქართველოს ძალიან უცნაური, იმიტომ რომ ამერიკელია რა, ეხა ის ხო არ არის, რა ქვია, მართლა ქართველი ხო არ არის, იმენა ამერიკელია და ეს ამერიკელი ტიპი იძახის, რომ საქართველოს არის მეორედ მოსვლის დროს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, ანუ ყველაზე ნაკლებად მეორედ მოსვლა შეეხება საქართველოს და მაგიტომ არის საქართველოს ჩამოსული. არა, მაგიტო არ ჩამოსულა. მაგიტომაც ჩამოვიდა, მაგრამ მაგიტო რჩება და მაგიტო ცხოვრობს აქ და მაგიტო აცხოვრებს თავისუფალ ოჯახს, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მეორედ მოსვლა ახლოვდება, თან ეს მოვლენები ეს ირანში ხალხის მოკლა და ასე შემდეგ იძახის, რომ მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება ისრაელს, რაც წერია ორივე წინასწარმეტყველებაში და მაგ დაპირისპირების დროს ძალიან ბევრი ომი და აფეთქება იქნება, მაგრამ ყველაზე ნაკლებად შეეხება საქართველოს. არ ვიცი ეს იმიტომ შეეხება ყველაზე ნაკლებად საქართველოს, რომ ღმერთი დაგვიფარავს თუ მე რა ვთქვი წინა ვიდეოში, რომ ჩვენ უბრალოდ კრიზისის დროს ძალიან მაგარი კრიზის მენეჯერები, მენეჯერები არ ვართ, უფრო კრიზის რეზისტენტულები ვართ და მაგიტო იქნება ნაკლები სტრესი აქვს ვიდრე სხვაგან. ეგ მიზეზია, ან ის მიზეზია, რომ მართლა ღმერთი ეს დაგვიფარავს, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენი ევან ვიტაკერი დარწმუნებულია იმაში, რომ მეორედ მოსვლა ძალიან ახლოს არის და იმაშიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს არის საუკეთესო ადგილი ბოლო ჟამს. როგორც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს, ახლოს იყოს, შორს იყოს, სადაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ვინც არ უნდა მომდეს, ვინც არ უნდა ბატონობდეს. ერთადერთი ჩვენაც შეგვიძლია გავაკეთოთ და უეჭველი გამართლებული არის ის არის, რომ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, განვითარდეთ, მეტი ცოდნა მივიღოთ, ცოცხალ საყვარელ ადამიანებს მეტი მოვესიყვარულოთ, ბევრი ვიაროთ, ბევრი ვიურთიერთოთ, სანანებელი არაფერი არ გავიხადოთ, ოღონდ არ გაკეთებული სინანული არ გქონოდეს. ეს ყველაფერი გინდ დასრულდეს სამყაროს ზეგ და გინდ არ დასრულდეს, მნიშვნელობა არ აქვს. ორივე ვარიანტში ოპტიმალური და კარგი გადაწყვეტილებაა რა. და ვისაც გეშინიათ, ვისაც ეჭვები გაქვთ, ვისაც კიდიათ, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა რო ეგრე მოიქცეს, ჩემი აზრით, ერთადერთი უნივერსალური, სწორი ნაბიჯი, რომელიც შეგვიძლია ჩვენ გადავდგათ რა. ხო, სულ ეს იყო ბოდიში, ცოტა უძილო ვარ და თლა ბევრი ემოცია შეიძლება ვერ წამოვიღე, მაგრამ შემდეგი ვიდეო მაქვს ძალიან მაგარი რა. აკრძალული წიგნები. მე ადრე დავწერე Instagram-ზე, რომ აკრძალულ წიგნებზე მინდა გადავიღო თქო ვიდეო თქო რა. აკრძალულ წიგნებზე. აკრძალულები არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ სათაურისთვის კარგია, უბრალოდ მისტიური წიგნები. არსებობს ესეთი წიგნი, ეშმაკის ბიბლია ქვია, არსებობს ესეთი წიგნი, კაბალა ქვია, რომელსაც აი მაგალითად გასწავლის როგორ აკონტროლო რეალობა, როგორ მოიზიდო მატერიალური ყველაფერი, რა მატერიალურისადმი ლოცვას მსგავსი რაღაცა არის. ბევრი წიგნი არსებობს რა, ძალიან ბევრი წიგნი, რომელიც არის აკრძალული და მინდა რომ შემდეგი ვიდეო მაგაზე გავაკეთო. უღრმეს მადლობა, ნახვამდის. რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა ხდებოდეს, ერთმანეთის სიყვარული არ დაგვეკარგება რა. ესე გინდ დასრულდეს, გინდ არ დასრულდეს.